ჩვენ ახლა სხვა რაღაცას გადავიდეთ. მაშინ იყო კანონმდებლობის ერთ-ერთი ეს მიწა ეკუთვნოდა კოლმეურნეობას თუ მეურნეობას. კოლმეურნეობა თუ არის ეგ წილადობით უნდა დანაწილდეს იმათ შორის რა ეგ ნიშნავს რომ ხალხი შევიდა თავის მიწებით ამ კოლმეურნეობაში და იმათ ის არის რაც მოხდა სინამდვილეში. მეორე იყო სახელმწიფო მეურნეობები. მაგას რა ვუყოთ ეგ იგივე სიტუაციაში უნდა მოხდეს როგორც ყველა პრივატიზაციის სიტუაცია. როგორც არის ბინების ის იყო კოოპერატივები, იყო იმ დროინდელზე მაინც რაღაცა უნდა უნაყოფილიყო, იმიტომ რომ რაღაც ნაწილობრივ იყო კერძო საკუთრების განათება. თუმცა სადღეისო კონფიგურაცია შეგვეცალა, აბსოლუტურად შეგვეცალა ყველაფერი. სოფლიოდაც ბევრი რაღაცა შეიცვალა, რასაკვირველია გარკვეული ნაწილი ამ რესურსისა, საპრივატიზაციო რესურსი იქნება საწარმო იქნება მიწა და ასე შემდეგ. ეს უკვე გასულ გარკვეული ნაწილი, თუმცა უდიდესი ნაწილი კლავისებად სახელმწიფოს ხელში რჩება. ანუ ეფექტიანობის თავს არის ის, ყველავთან ხვდებით და წინა შეხვედრაზეც ხონდა საუბარი, რომ კერძო საკუთრის ხელში ესა თუ ის აქტივი არის უფრო ეფექტიანი. მაგალითად, თუ სასოფლო სამეურნეო მიწაზე ვისაუბრებთ, კონკრეტულად კერძო საკუთრის ნაკვეთზე ესე ვთქვათ, რატომღაც მაშინაც ესე იყო, დღეს საერთოდ არ ხდება სახელმწიფო არ ამუშავებს, მიტოვებულია კერძო საკუთრება მაგალითად ამუშავებს. აი წარმოვიდგინო ეგეთი რაღაცა, როდესაც ისე სამშაბათ ადგილებზე ავდივარ მაგალითად ზედაზენზეა, საიდანაც უყურებთ ესე ვთქვათ, აი ამ სასოფლო სამეურნეო მიწებს. სადაც ესე ვთქვათ სახელმწიფოსი არის რეალურად, ის მიტოვებული ან ჯაგნარი ან რა დამწვანე. ვისიც კი კერძო არის, მნიშვნელობა რა. ის გარკვეულწილად მაინც უფრო მოვლილია, იქ რაღაცა არის დათესილი და ასე შემდეგ. ანუ მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ეფექტიანობაზე საზოგადოებრივი სიკეთის თვალსაზრისით. რა არის ამ შემთხვევაში სიკეთე სახელმწიფოს მიწიდან ფაქტურად ნულის თორია. და რა არის ამ შემთხვევაში სიკეთე ისგან ვისაც კერძო საკუთრება ყავს. აი მიზეზი რატომ უნდა იყოს დაუშვათ ეს გაჩერება. როდესაც ხედავ რომ კერძო არის გაცილებით უფრო ეფექტიანი. შენ არც არაფერი პრაგმატული კუთხით რო შევხედოთ, კერძო საკუთრება გიხდის მოსაკრებელს გადასახადს, ხოლო შენ სახელმწიფო ამ შემთხვევაში იმ მიწას რომელიც გაქვს გაჩერებული იმისგან ჯერთი და არც არაფერს როგორ გადაიხდეთ ჯიბიდან მეორეში ხარ ჩაიდეთ და მეორეს ხრივ უფუჭებს საქმეს იმ კერძო საკუთრებას ვინაიდან სასტარტო პირობებში დაუშვათ და მოისურვა ეგრეთ წოდებული მას რო ეძახიან იჯარით გაცემას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ის ვინც ჰექტარზე 100 ლარს იხდის გაცილებით გარკვეულწილად უკვე სასტარტო პირობებშიც კი ჩამორჩება იმ სახელმწიფო იმასთან. თუნდაც ამ მიმართულებით რო წავიდეთ. აქედან გამომდინარე იმას ალბათ ორი აზრი უნდა არსებობდეს, რომ თვითონ საბაზრო ეკონომიკა უნდა იყოს დაშენებული კერძო საკუთრებაზე. არ იქნება კერძო საკუთრებაზე დაშენებული, ამ შემთხვევაში საბაზრო ეკონომიკა აღარ არის. სამწუხაროდ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ თუ როგორ არის პროპორციები სახელმწიფო საკუთრებას და კერძო საკუთრებას შორის, ის მოსაზრებები რო საუბრობენ, რომ აი გვაქვს საბაზრო ეკონომიკა და არ გაამართლა, თურმე ცუდია. კი, სოციალურ სანაპიროს ძალიან ესე ვთქვათ, საბჭოურ სანაპიროს ძალიან დავუშვებით, გამოუწურეთ, მაგრამ მერწმუნეთ, სანამ საკუთრება ესეთი მიზეზით არის წარდგენილი, მანამდე ასევე შორს ვართ საბაზრო ეკონომიკის სანაპიროსგანაც. აი ეს არის ზუსტად უბედურება ამ შემთხვევაში. ამაზე ვთანხმდებით, მე რა თქმა უნდა ამაზე შევთანხმდით, ეხლა გქონდა ფორუმებზე საუბარი, იმას, რასაც თქვენ ბრძანეთ და უნიკალურ რაღაცას, რომელსაც ესე ვთქვათ, ბატონი ვამბობს ასევე. ანუ ეს ფაქტიურად შეგვიძლია ეს მიწის ნაკვეთები, რაც არის ერთიანად წარმოვიდგინოთ, როგორც დავუშვათ ერთი რაღაც ესე ვთქვათ, გაერთიანებული, თუნდაც საწარმო, რაც კიდე ის დავარქვათ, საწარმო მიწები. ვერ წარმოიდგენ, იმიტომ რომ სხვადასხვა სივრცობრივად ვერ წარმოიდგენ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი საწარმო გადავიდოდეთ მიწაზე, რასაც ხო, ადამიანები კოლექციები ძაბებს. ისე ოზურგეთში ან იმაში იმერეთში, ხარაგოულში პატარა თაგვეთი ყველაფერი უნდა 5 მილიონის აქციები უნდა გამოუშვა, და არიგო და ნუ აბსოლუტურად ნუ გაუგებარ შედეგს. ეხლა მოდი კაი შევადაროთ ეხლა ეგ ვარიანტი, როგორც შესაძლებელი და რამდენად შევადაროთ იმასთან, რომ თუ მარტო მიწაზე გაქვს ლაპარაკი, უბრალოდ გამოუშვი ნებისმიერ რაოდენობის ფული, აღარ ვამბობ უფრო დახვეწილს, რაღაცა, არ უნდა არავითარი თვლა და ის არ უნდა წინასწარ ზომა და ანუ საპრივატიზებო ფული, ხო, კონკრეტულად ნომინალის ფული, რომელიც აბსოლუტურად იმით ვერც ნასკს იყიდი, ვერც ტორტს და ვერც კინოში წახვალ და ვერაფერს ვერ გააკეთებ, მაგრამ პრივატიზაციაში მარტო იმით ხდება კითხვა.
კაცრავად ვაუჩერები რო იყო 90 წლებში მაგის ანალოგი არ არის ну დაახლოებით ვაუჩერების ბევრი ვარიანტები იყო შეიძლება დააყო მაგასაც ვაუჩერი აბსოლუტურად არ აქვს არცერთი მნიშვნელობა თავარია რომ რაც შეიძლება უფასოდ დაარიგო ვაუჩერს დაარგო სპეციალურ დაარგო დაარგო ესე იგი ისე რომ ადამიანმა არ გაიხარჯოს ჯიბიდან რა მოიღოს რაღაც არ გაყიდოს იმ ფულების ხელში შესაძლებლად სხვანაირად რომ მოხდეს ანუ მან კაპიტალი არ დახარჯოს ესე გადაევიდეს ეს სახელმწიფო გონება კერძო ხელში ამისთვის ამ ფორმებს ვეცებთ ოღონდ ისეთ ფორმებს რომელიც გამორიცხავს ერთი მხრივ რომ ყველაზე მეტად ყოველ შემთხვევაში გამორიცხავს ვერასდროს ვერაფერი ვერ გამორიცხავს მაგრამ რაც კი გაკეთებულა როდისმე იმაზე მეტად გამორიცხავს ერთეულების ხელში ჩაგდებას ამ ფონდების და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაფიქრება. აი ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ერთ-ერთი მთავარი და ამ კუთხით უნდა შევადაროთ სხვა გზები ერთმანეთს. აი თუ ასე გააკეთებ მაგალითად რომ ფულს გამოუშვებ როგორც თვითა ეს გონებაც არ ითვლი რამდენი დარჩა როგორ დარჩა რა დარჩა რაც დარჩა რაც გამოიშვა გამოიშვა ხო ფული და ეს ფული თქვა როგორც გინდა ამ ხოს დავუყო ოღონდ რაც შეიძლება ერთხელში მუჩაარდებ ამას რაც შეიძლება ბევრს რომ მოუწიოს ისე და არ თუ ან სულთანად რა თან რაღაცა გამოყარე რაღაციდან და ვინას მოყვეტავს ან სახლებში და არ აქვს მნიშვნელობა რაც შეიძლება რომ ბევრს ჩაუვარდეს ხელში საწყის ეტაპს მეტნაკლებად ოღონდ კიდე რა ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვერავინ ვერ უნდა იეშმაკოს და ვერ უნდა მოახერხოს რაც უფრო მეტ სამართავს წესებს დაადგენ მით უფრო მეტი შემსრულებელი დაჭირდება წესებს და ის ყოველთვის იჩალიჩებს რომ თავის გემოზე გადააწყოს ექტები ამიტომ ვამბობ ლატარია ასენა ხო ერთმა მეორე ის ასენა მესამეს ეს გზები შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს და მართლაც ახლა თუნდაც ლატარიაში რო გათამაშებული იყო ის აქტივი რა თქმა უნდა ასე ცოტა კაცის ხელში არ ჩავარდებოდა ხო სიმდიდრე როგორც ჩავარდა ის იმის იმედი რომ ამას ახსნი გამარტავს სწავლებებს ჩაატარებ ხალხს გააგებინებ რაც მე ტელევიზორში გამოსულვარ და მომიწოდებია რომ ხალხო ამას ვაკეთებთ ასე გააკეთე ეს ვაუჩერს თუ გაყიდი იყიდე პირიქით ძმარ მიჯერა და სხვას რა უნდა მოთხოვო ხო და მერე ძმაო მეჩხუბებოდა პირველ რიგში მაგრამ დაიჯერა გაიგე ვერ გაიგე ხო ამიტომ ეს დიდ გაგებაზეც არ უნდა იყოს დამოკიდებული ეს უნდა იყოს უბრალოდ მექანიზმი ისეთი რომელიც ბუნებრივად უზრუნველყოფს ამ შედეგს გაფუშტება რამე ამას დავაკვირდეთ თავარი ეგა გინდა იმ ვარიანტში გინდა ამ ვარიანტში დავაკვირდეთ იმას რა შეიძლება გაფუშტდეს ერთი მთავარი პრობლემას მიუკერძოებლების მოვიცილეთ იმით რომ არავისზე დამოკიდებული ვის რა მოუწევს ხო ესეთი სქემა. მეორე მთავარი პრობლემა რომ იქ რამე შემსრულებლები ბევრი არაა და შესაბამისად მახინაციების ნაკლებად ამოსალოდე. ეხლა რამე თუ გაფუშტდება იმას დავუკვირდეთ. გონია ხალხს რომ წინასწარ უნდა შეისწავლო, რა შეაფასო, რაოდენობა დაადგინო იმის, ამის, აუ იქ რომ დღეზე იყო ლაპარაკი გასხვისებაზე, დღე თუ არ ისა და ყველა ფოთოლი თუ არ დათვალისე როგორ შეიძლება ის თუ შეიძლება რომ სახელმწიფო ვიღაცა მეტყევის მეშვეობით მართავს ამ დღეს და ერთმანეთის რასაკეთებს იქა და არც დაგითვლია, არც აგეწერია, ვერ გაიგეთებია და იმას თუ ენდობი თავიანთია და ამ გონებას როგორ ენდობი ადამიანს რომელსაც იცის რომ ის რაღაცია თუ ისე ამას იქეთ ყოველთვის მისი და მისი სტამბოლების საკუთრება იქნება და ის რა თქმა უნდა იმას უფრო მოუვლის რა ნებისმიერ მეტყევაზე და ნებისმიერ ჩინოვნიკზე და რაიკონიდიმაზე და იმას უკეთესად ხო ისინი ხო მედღეული ხალხია დღეს ფიქრობენ რა გამოჩენ ხო უკეთეს შემთხვევაში არ დღეს დახარჯონ ენერგია მაგრამ არ ფიქრობენ ის მომავალში რომ რაღაცას თუ მოჭრის დარბოს იქვე ეს ყველაფერი ხო ანუ აი ამ კუთხით რამე ფუშტება ამ შემთხვევაში თუ არ დათვალე რა თქმა უნდა არაფერი სულ უტრირება გავაკეთო და უკიდურესი უტრირება რაც არ შეიძლება რომ მოხდეს და იმდენი ფული გამოგივიდა დარიგებული საყიდელი ფული სპეციალური ფული რომ ადამიანზე მოუწია ერთი თეთრი
5 მილიონს რო თითო თეთრი დაურიგო რათა ხარ გამოდის 50000 ლარი ხო თქვა სპეციალური ფული 50000 რომელიც ისეთ ცოტა დაარიგე რომ თითო თეთრის მეტი არ მოუწია თითო ადამიანს ვისაც დაურიგო ну არ დათვალე და შეგეშალა და შეიძლება ასეც შეგეშალოს რა ეხლა არც ის დათვალე ეს კონდება და გამოყარეს ესე იგი ეგრე მის მადანი ამის მადანი პარალუსისა ესისა თეატრა ისინი ესე მინერალის 1000 რაღაცები კონდება გამოვიდა რომ შესაძლებელი ფასებით, სოფლიო ფასებით, რადგანაც იქ უკვე აღარ მოქმედებს, არ ჩამილიწოდება, არც არაფერი, ჩვენ რაც არის, პირდაპირ იყიდება ამ ფულს, ეს ვალუტა რაღაცნაირი. რა ვალუტა აღმოჩნდება ეს ვალუტა? ის თეთრი აღმოჩნდება თუ ეს ქონება 5 მილიარდი იყო, 5 მილიონ კაცი და გამოდის რომ თეთრი არის 1000 მონეტი. და ის თეთრი რომელი თუ ვინმე ყიდის იმას ნაკლებად ეცემიან და ენებიან ისგან, ხო? ის თავის საქმეში გამოიყენებს თავის ფულს ზოგი დააგრო, ზოგი იმასე, ზოგი ამასეებს, მაგრამ გამყიდველი იქნება თვითონ ადამიანი, ხო? თვითონ ცალკე იმან იცის, რომ მე თეთრად ამ ტბად მომწევს, ხო? თავისი იმით. იქ შეიძლება რაღაცა მოაწოდოს დაასვენებელი რაღაცა გააცალკოტოს, გააჩვენიწერია საჯიბოს, ხო? ახლა რო იმას ეთქვიან ეს თეთრი მომეცი რომ და სამაში ეყიდულობ და ემინდა ვიყიდო შესაბამის ფასებს ხო აქ უკვე აღარ მუშაობს ის ჩაგიმიწოდების ეფექტი და იმ დადგენილების მერე დამთავრებულია თემა უკვე მერე ბაზარი აგვარებს ყველაფერს ამ პროცესში რაც არ უნდა შემეშალოს გარედან ელოდება სტრაჟნიკების ჩამოწკრიებული თერაპსიცის რეგულატორები, რომლებიც არ დაგანებდნენ ძალას, რომ იმდროინდელი რამე შეგეჩერდეს. ისინი გაასწორებენ ყველაფერს. რეალურ ვალუტასთან მიმართებაში. 1000 რამე გამიგია ესე იგი ამ პროცესებში სრულიად ფანტაზიები, ან უსაზღვრო ხოლმე. ზოგი თვლის რომ ეს გამოიწვევს ინფლაციას, ზოგი გამოიწვევს დეფლაციას, რაღაცები რატორისთვის კაცმარიც. თვლის რა, ესე რაღაცა უნდა თქვა, მიტუა, უაზრობა რაც ფული ბრუნვაში არსებობს შესაბამისი წონასწორობაშია მოხმარ პროდუქტთან და მოსახურებასთან. ანუ არა ამ ძირითად კონტენტთან არა. ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება დათვალო რა ფულია ბრუნვაში ვერასდროს იმ შეიძლება სამა ქარხანამ დაფაროს ის კლიენტად. ბრუნვაში არსებული თავისი ფასეულით, ხო, თავისი ლიკვიდობით. ისე იგი, ისინი ერთმანეთს აწონასწორებენ, ხო? და ამ ჯამური ფულადი მასის და საკონდიტო წონასწორობა იძლევა თითოეულის წონასწორულ ფასს, ხო, კარაკი როგორც თქვა საიმანეთი, იმიტომ რომ აი ეს ფული ასე გადანაწილდა. ხო? ეხლა შენ რო აი ამ ბაზრიდან ამ ბაზარზე არსებულ ფულს თავ თუნდაც პრივატიზაციის პროცესში და ცალკე არ გინდა ეს საქმე გააკეთო იგივე აუჩერი თუ რაღაც. ამით რასაკეთებ, იცი? თუნდაც ცოტა ფული გამოიყენა საქმეში იმ ცოტა ფულს აკლებ იმ მეწარმის, რომელსაც კარაკი აწარმოა. გადახდის უნარი დაუგვარდა ადამიანს, იმდენად კაი კარაკის ქარხანა გამოიტანა. იმათ ვიგრა მინდა კარაკი არ ვიყიდი და იმ ფულით გავარდა და იმიდა ეს. იმ თვეში ჩაუვარდა იმას წარმოება, ესე ვერავინ ვერ გამიყიდა თავის. ანდა გამიყიდა იაფად, ხო? ვერავინ ვერ გამიყიდა. ერთ საერთმა პოსტკომუნისტურმა ქვეყანამ ვერ გაიმეტა ამ ნაბიჯის გადადგმა. იმიტომ როგორც კი თავიდან პირველი ტალღა წამოვიდა და როგორც კი პირველი ვაუჩერიზაციები ძალისძალად გააკეთებია ჩვენმა ხალხმა აჯარ მთავრობებს ეგრევე იმან შეიწირა პირველი მთავრობები დაწყებული გორბაჩოვი დამთავრებული ყველა და უცებ მოვიდა ნაზზე რომ თუ ეს პირდაპირ კორელაციაშია ეკონომიკის გადანაწილება მთავრობის სიმღარესთან და ამათ რომ შეეღვაუჭე მას მერე ყველა ძალით იცავენ რომ როგორმე ეს არ გამიტარდეს იმ დონეზე რომ დაკარგონ გავლენა საზოგადოებაზე ძალა დაკარგონ საზოგადოების მიმართ უპირატესობა და იოლი გადა ის არ გახდნენ და ამან ის როლი გამოიწვია კიდე უარეს რომ
იმათაც კი შეშურდათ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს. ეგ კიდე ცალკე ერთი კოშმარია, იმიტომ რომ რა მოხდა? კი წააგო საბჭოთა კავშირმა დამარცხდა, ხო, თითქოს ამ შეჯიბრში. და თითქოს სოციალიზმმა წააგო, ხო? ბრძოლა, შეჯიბრი. მაგრამ იდეოლოგიურად პირიქით მოხდა. პირიქით ხალხში დარჩა მახსოვრობაში, რომ ეს კაი რამე იყო, უბრალოდ რუსებმა ვერ მოაბეს თავი. ცოტა სულელები არიან, კაცო, თორე აბა კარგად გაეკეთებია გერმანელი ფიქრობს. მანქანა ვერ გაუკეთებია, მაგრამ უნდა გააკეთოს და აბა ჩვენ რო გავუკეთებიათ, კარგად გავაკეთებდით. ეს იმდენად დიდი ხნის პროპაგანდა ისე ჩაჯდა უბრალო ხალხის წინებში, რომ რაც შეუძლებელია ჩათვალეს, რომ შესაძლებელია. და რო დამარცხდა მით უმეტეს, მათთვის რაღაც სიმპათია გამოიწვია. ხო? ანუ იოლია დღეს პოლიტიკოსისთვის ამ სოციალისტური ლოზუნგებით ხმების მოგროვება. ძალიან იმიტომ რომ ხალხი ძირითადად ამ განწყობაზე, იმიტომ რომ 1%-ს არ ესმის რეალურად რა როგორ. მეორე მხრივ, თავრობასაც შეშურდა კაცო. იგივე ობამა გინდა, კელი გინდა, ეს გინდა, ფიქრობენ კაცო რა, ობედურება ხდება. ჩვენთან ხალხი უკეთესად ცხოვრობს, ობამა ფიქრობს. და ამ დროს კუბაში საშინელ დღეში არიან და აძლევენ ხმას ამ ბიდელ კაცოს და მე ახალი მოსული ვარ და უკვე 20%-ზე დავარ და ჩემი რეიტინგი. ხო, შეიძლება გადავაგდო საერთოდ. ისე იგი რა უბედურებაა, ფიქრობ, დაფიქრდა და მიზეზს უცებ უულობენ, რომ თურმე რაც მეტი მერკეტი აქვს მართვის ქვეყნის იქ ზევითობს რეგულაციები. მით უფრო მეტ ხმებს იძლევა ეს მერკეტები. მით უფრო ხალხი არა მაგარი მოკი. რამდენი რამე შეუძლია, ისიც მას შეუძლია, ისიც ბაზარს და იფიქრეს ახლა რომ ჩვენც გვინდა მასო ცოტა მაინც გავალამაზოთ ჩვენი ყოფაო ცოდვები ვარ. ისმის და ყველა მოინდომა ახალი რეგულაციების მოგონება, ახალი მერკეტების შექმნა, თავის კაბინეტებში წაღება, მაგრამ იქ ჩამოყალიბებული საბაზრო ეკონომიკა რო არის ლიბერალური, ესე იოლა თავისუფლებებს არ თხოვს, კაცმა ხმა იმიცა მოტყუებულმა პროპაგანდით, მაგრამ საქმეზე რომ მიდიოდა, რო უთხრეს, რომ ამ შენ დაზგოვას, გადაწყვიტავს ზევითო ვიღაცა, გინდა თუ არ გინდა. მაგრამ როდიშიო და წააკო. ანუ არავინ აღარაფერს აღარ თმობს, რაც კი უკვე მიღებულია კონსტიტუციურად და ძალიან ძნელია მაგ წაგლიჯორა. მაგრამ სურვილები რაც უფრო ძნელია, მით უფრო დიდია ამ თავრობების ხელში და შედეგად რა გამოდის? ხალხს მოწონს ეს რიტორიკა სოციალისტური. თავრობებს მოწონს ეს მეტი რეგულაციები და მეტი უფლებები მართვაში და რა მილაუშნის ხელს, ხო? არჩევნებსაც მოიგებენ და რას უნდა კანონს დაადგენენ ყველაფერი. ერთადერთი რაც აი არის როგორც ამ დინაში თუ არასწორად შეერთებსები, ხო? რაღაცა შპილკა შეყავია, რომ ორივე ბავშვი ხდება. იბუთქებს და სულ გადაიწვება, ხო? პრობლემა არსებობს და გამოარდება, ხო? ჩაქრება ყველაფერი, ხო? ასეთი დამცველი როლს ქვეყნებში ერთადერთი თამაშობს მიუკორძეებელი და ყოველგვარი იმის გარეშე ვინ შეყო და ვინ გამოყო და ამას რო არ უყურებს. თვითონ ფაქტზე რო რეაგირებს, ეს არის თვითონ კაპიტალი. რომელმაც როგორც კი დაინახა, რომ ამ ქვეყანაში რაღაცას უშნოდ ხლაფორტობს უკვე მთავრობა და რაღაცას სხდავს ამ კაპიტალს და წესებს უწესებს ზედმეც და ეუბნება იქით არ წახვიდე, აქეთ წამოდი და რაღაცა უკვე აღარ მოწონს ეს სიტუაცია. და როგორც წყალი ეძებს ოდნავ თავისუფალ ადგილს და იქით წავა, ხო? ისევე უკვე აკვირდება გარემო სიტუაცია სხვა ქვეყნებს და რო დაინახავს, აი იქ რაღაცა უფრო არ მაწუხებენ, ხო? იქ უფრო ლიბერალური გარემოა და უფრო არ მიშლიან ხელს. ბუნებრივად იქითკენ მიუთვის, ახლა მართლა პროვოკაციები უცებ არ გამოორდება და არ შეახავს ყველაფერს, მაგრამ წლების განმავლობაში ეს კაპიტალი გადადინდება ამ ზედმეტი ბარიერების გამო, იქ სადაც ბარიერებს არ ნახავს და შეიძლება გავიდეს 20 წელი და იმ ქვეყანა მის დღეს ჭკუა ეხმარა, რომ ასე ვთქვათ, ეს სიტუაცია მიმღების როლი დაიჭირა, ანუ შექმნა ესეთი პირობები, უკეთესი გადასახადი, ნაკლები რეგულაციები, რაღაცეები.
ნელა ესე გადმოლაგდება ეს კაპიტალი. სიტყვაზე წარმოიდგინე ბოინგის რაღაცა აწარმოებს ამერიკაში. იქ გაუჭირეს საქმე, ხო? ადგება ერთი მარცხენა ფრთის მარჯვენა მატოქს რაღაცას აქ გადმოაგდებს მოცაშინჯად რაღაცა სენაკში პატარა მიკროწარმოებას რომ აბა იქ როგორ გამოვა და ინახავს კარგად მიდის საქმე არ შეაცუყეს არ შეუშალეს არაფერი იყო მე მეორე ბატონის გადმოაგდოს მე ეგერ ფრანგმა მიბაძოს მისტრალეს იმაში ეგერ რუსმაც წამოიღოს რაღაცა როგორც ხდება ხოლმე რუსი ხო გარდის არა იმაში თვითონ არეგულირება ყველაფერს მაგრამ ლონდონში ხო გარდის ყველა ფულიანი ასე დასავლურად იმუშავებენ შვილებს, ძოლებს, იმებს და პირველი ბომბი თუ გავარ და მე პირველი გაასწრებს იგონებში ზეგი აი ლონდონო იმო საწინააღმდეგო ბომბის ვიზაკეთა როგორც კი რამე თუ მივიდა მართლა მაგამდე დამბარებული ყველა გენერალი გაიქცევა და ის მობარო მოლეკდა ხო იმ ბანკებში მოკლედ ვთქვა, აი ეს არის ზოგადად ამ პრივატიზაციის დიდი ტვირთი, რომელიც ერთი მხრივ ენანება მთავრობებს, რომ ხელიდან გაუშვას, თუ ძალიან გაუჭირდა, თუ მან და მაინც კი ბატონო, მაგრამ მხოლოდ გაყიდვით, სხვანაირად ვერ წარმოუდგენია, ეს ჯერ გაცემა უნდა არ გაყიდვით, მაგრამ თუ მან და მაინც იზოლებული გახდა, ну აყიდოს მაინც რომ იმ ფულით მე ისარგებლოს და ეგიდან რაღაცა იღებს. და უფასოდო გაგონებას არ უნდა ეს ფაქტია, ხო? არაფერი დიდებით თავში გაკლავს და არც ერთი მთავრობა ამას არ დააქვს. მაგრამ შენ თუ ხარ სუსტი შედარებით და არ შემორტული ხარ როგორც ჩვენ ვართ, იგივე ძლიერი მეზობლით, ხო? როგორც აი იაპონია იგივე რომელიც აგერ ორი ატომური ქვეყანა ყავს გვერდზე, ჩინეთი და მაგრამ თუ არ ლიბერალური გზას ეს არის ერთადერთი გამოსავალი რომ როგორც იაპონიას თერზე კიდია ამათი სიძლიერე არც რესურსი აქვს არც ისა მაგრამ ერთი იაპონელი პრაქტიკულად ქმნის 7 ჩინელის და 6 ჩინელის და 7 რუსის ტოლფას პროდუქციას განვითარებს ის დონია ხო და კიდე საკითხავია ვისი ეშინია. ისე წარმოგიდგენია რამხელა ძალა და რესურსი ივალება და შენ როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს, იმდენად სუსტი ხარ ქვეყანა. ეს უსაზღვრო გაძლიერების რესურსი უნდა გამოიყენო და დაათმო შენი უშუალოდ როგორც სახელმწიფოს და როგორც ხელისუფლების სიხარბე. სუბიექტური სიხარბე. ქვეყანა რო გადაარჩენ და იმ ქვეყანაში იყო ერთეული ერთ-ერთი პოსტკომუნისტური ქვეყანა, რომელიც ამას გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს და გაბედავს ამის გაკეთებას, რომ გაანთავისუფლებს ამ კაპიტალს, რომელიც დამწყდებულია, რომელიც ძალადაა გაყვანილი თამაშგარე მდგომარეობაში. და მომსპარია მას ეკონომიკის მშენებლობის უფლება. აი, ხო არის ტყიბულის ნახშევარი, ხო? აბსოლუტურად არ მონაწილეობს 15 მილიარდის აქტივი. ერევნა შეუძლებელი ეს მაშინ დაყარებს კაპიტალს. იმოცულობით რამდენიც არის ხო მოპოვებად ხო შეცნილია. შეფასებით 15 მილიარდი იყოს შეიძლება 10 იყოს. 5-ათაც ყველა აუდიტი რო დაგეთაყვება, რო წარადი სოფლიო ბიუჯეტზე თავისუფლად ჩაჯდება ვაჭრობაში, თავისუფლად აიღებენ ბიზნესში, ყველანაირად აღიარებენ ამას მის გასაუბრებას. ეს არ იქნება ის სააქციო საზოგადოება, რომელიც ვიღაცა აპერისტი ამბობს, რომ იქ ნავთობია და იქ ოქროა და ამიტომ და ამბობთ და ფული დადეთ და ერთად. ეს ხო არ იქნება ასე, რომ მართლა რაოდენობა მართლა ისა. ამ შემთხვევაში გაცო რას ამბობ, ისე იგი ზედმეტი 5 მილიარდი ერთი რაღაცა მყარი დღეს ვტარი, ხო? ვტარი რატოა? იმიტომ რომ არა კერძო, არა ის ფასი აღიარებული, არენდობა მსოფლიო ინვესტორები და არ მოდის მისი ასამუშავებელი ფულიც, ხო? შესაბამისად. მაგ შემთხვევაში 5 მილიარდის ქვეშ თავისუფლად მოიზიდავს 200 მილიონს ისეთ ტექნოლოგიებით დაიწყებს ის წარმოებას, რომ რა ვიცი, კიდე ბაბუჩკებითია რომ შეიძლება
მუშებმა სამსახურში ტრეკოდებით გამოვიდეს რაღაც სიმენსის ლიფტები და 1000 ლაზერით გამოჭრეს ყველაფერი და რა დღეს ვაკეთებენ ისე რომ აფეთქებენ და ერთმანეთს ვეპოვლობენ მე რა თქმა ის უბედური ნადავლი არ მოხდა ეს პროცესი მაშინ გამოსავალი რაშია რაშია და მყარია ის საკრებულის ნახში ის ნაძალადევი ინვესტორი გარდის იმიტომ არავის არ უნდა ხო წყალში გადავა თავის იმის ფული ძალიან ბევრის დადება იმისთვის რომ ის საშვილიშვილოდ კარგად წავიდეს ის იმ საკუთრებაზე არავის არ უნდა ხო ის სიტუაცია ეწოდება საშვილიშვილოდ მაშინ იწუხს ხო მაგრამ ის უკვე იცვლებას რადიკალურად რა იდგომა და ყველაფერი და ამ შემთხვევაში ტრიბული ხდება ის ჩატა ჩერდება ხელფასები არ იქნება ვეღარც პარიკმახერი მუშაობს უგერაგარის ვერც კინო მუშაობს ვერაფერი ვერ იქერება ვერაფერი ვერ კეთება ადგილზე ჩამოდის ეს ხალხი აგერ ელიავას ბაზარზე და დგამა ეძებს სამუშაოს და თუ რამე ჩაუვარდა გაკეთება არის და აფუჭებს იმ შარტიორი კაფელს ისე კი არ გამოდის ისმის ამის მაგალითად ამ დროს 5 მილიარდი შემოდის ბრუნვაში 9 მილიარდი ყოფნის იმის ტექნიკური მორფობა და არჩენილი 9 მილიარდი კიდე უამრავ სხვა ბიზნესის ინიციატივას ხო ანუ კიდე ერთხელ ვიტყვი რადგანაც მაინც აღნიშნეთ არ ამერკავს ისე თავარი ჩვენი დღევანდელი პრობლემა არის ამან გადაეყოლა გამსახურდია შევარდნაძე სააკაშვილიც ახლად გადაეყოლებს ალბათ ამ ახალს ისე არის ის რომ საშინელი დეფიციტია ფულადი რესურსების თუ კი ვინმე რამე ეკონომიკურ აქტიურობას ახდენს სამეწარმეო ინიციატივას იჩენს თუმცა ესენი ძალიან ბევრია ხალხში ასე ვთქვათ გონებებში თავებში როგორ აკეთებენ იცით ვიმეორებ გუშინდელ ნათქვამს და რომ უკანასკნელი სახსრებით ჩალიჩობს ყველა სიტყვით რომ ვთქვათ თავის რაღაცას საქმეს რო ჭირდება 100,000 თქვა ხო რაღაცა ну რაღაცა ვივარიუმის მოწყობა სიტყვაზე რა ასე ვთქვა მაგრამ ფილოს რო არა 30 ძვლის ისონა და ამ დროს ეს იდი აწუხებს და 30-ით მოახერხოს უნდა ეგ ამბავი ეს ნიშნავს 1000 რისკები აქვს უკვე არაკეთებს ისეთ რაღაცებს რაც დარჩენის 30 ჭირდება ხოდა ეს რისკი საშინელი რისკებზე შემოგვიყვანს 30-ით თუ ამას ფილოს 100,000-ზე პოტინოს პლუს ამას პირადი ვალები აქვს პლუს 1000 პრობლემა აქვს აოჯახო იმისა ესა პლუს ბინა უჭირს მეტი უნდა მანქანა უჭირს მეტი უნდა უკეთესი იქ ჯანმრთელობა ამბები რაღაცები და ისე დღეშია ნებისმიერი აი აინშტაინი ეკონომიკაში რაღაცა ბიზნესში რომ ჩამოიყვანა გარემოში შანსი არა არავით არ იმის წარმატებას კაცო ერთი პატარა აი ამ სამართლებრივ სიარულით პატარა თუ კოჭი გადაუბრუნდა ფერი დაუსწრა ისმის კატასტროფა საბოლოო გამოწერილი და უცებ მერე გადადის მთელი რიტორიკა აუ ანტიმონოპოლური კანონი მინდა კანონი ფული გინდა შეგედერა თუ კანონი და რა ისა ის უნდა ხალხს კონდეს საკმარი ფინანსური რესურსი რომ პირადი პრობლემებიც მოიგვაროს და ეს ბიზნესი რო ცქის თუ აქ რამე არ გამოდის ხო 10% რო იზარდებს დანარჩენი ფული მერე გადაიტანოს მეორე მხარე მესამე რაღაც მოძებნოს თავის ნახოს ეხლა საიდან უნდა გაშდეს ამ ყველა გიგანტური ფული ხო ამ ყველა გიგანტური ფული საიდან უნდა გაშდეს ერთადერთი წყარო ფულის გაჩენის არის ეს მყარი კაპიტალი რომელიც წარმოადგენილია თუნდაც ის წიოლკივილი როა ტექნიკი რაღაც ხაერის დინარები გაეყიდო აგერ წყალი, აგერ მიწა, აგერ წიაღი, აგერ ტყე, აგერ ჰაერი, აგერ ფლორა, ფაუნა ისმის, რომელიც გამაგებინდა რატოა უკეთესი რო ის იყოს მტარი, როგორც ეკონომიკური რეგულირება. ის იყოს რეალური საბაზრო გარემოში ყოფედრილი, პირდაპირ საკუთრებაში გადაცემული შენ მოქალაქეებზე, გამოუვა თითო ადამიანს გამდიდრება, ძალიან ბევრჯერ, ძალიან დიდად, ყველა რო არ გამოიყენებს, უფრო ნაკლები ის გამოიყენებს იმას, უფრო მეტჯერ გამოუვა ეს ისა, მაინც მეტიკულად ვთქვათ. დღეს ქონება სახელმწიფოს ხელში ესეთი, რომელიც შეიძლება იყოს ხალხის და უნდა იყოს ხალხის,
სანამ ამ დემაგოგია და როგორ მეხადავდა რაც იმას მოხდა რა მოხდა ასეთ ის მოხდა ის რომ ხალხს მოატყუეს წაართვეს ყველაფერი მიითვისეს აბსოლუტურად ყველაფერი ბანდამ რომელმაც ეს ვითომ სახელმწიფოსთვის წაიღო და სინამდვილეში თავისთვის სახმარად წაიღო ხალხი გაისტუმრა ორშაურად იმოპარული და ძალიან პატარა პროცენტი და დანარჩენი აგერ ადრე თუ სხვა ქურდები მალავდნენ გამოყვაბულებში და ჩუმად და რაღაც კაპებზე წერდნენ საიდუმლო შრიფტით სადუქის ისა და უკვე აგერ ცხვირცი უთხრა რომ აგერ ხო არის 10 მილიარდის ეს თა მარმარილოს და სალიეთის მარმარილო ხო ამ თქვა ისა აი ეს მე მოვიპარე ჩემს მეტი თითქოს და არის ვერავინ ჩვენ მანდის გარდა მაგრამ როგორ დავმალე კანონი დავწერე ისეთი რომ კაი ბიჭი ხარ და თითი დაადე სიმბირი უკან დარჩება დაბრუნდა ის რამდენი წინააღმდება გაუწია და მეტი რა არის აბა ეს დარწვა ის მეტი აბა სხვანაირად აი რა დარწვა ბუნებრივად თავიდან ყველაფერი ადამიანების იყო და საბოლოო შედეგი გაქვს ისეთი რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდა რაღაც ბანდის ხელში და აბსოლუტურად უკან დაბრუნების არავით არ ისე იგი ადამიანების იყო თუ რა გამოგედებიან ახლა დაბრუნებით არა თანაც თავარი ისა დამცინავი ცინიზმი რომ ესო შენთვის გავაკეთებ ისმის შენზე ზრუნავ და შენთვის ვიკლავ თავსო და აი მუშაობს რომელია კაცო თავ შეგაკლავს ვიღაცა ისმის საკეთებული ამ იდეოლოგიის ამ ის ფული მოახმარა იმან შენ დაჭმორებას და თელი ფული მუშაობდა იმაზე რომ გარედან ვიღაცას არ ემხილა და არ მოეგო შეერარებაზე და იდეოლოგიაზე რომ რაც შეიძლება მეტი ხომანა გაერთიანებია რომ ბოლომდე შეჩინოდა ეს თავისი ბანდი ვერ დაშიფრული უბრალოდ მე დახარდა ეხლა ბარემ კერძოში გადავიდა პირდაპირ რომ გაფორმებას მეინდომა და აი გავდენ პრობლემა თორე კიდე რომ მეერძელებიათ ის კიდე ასწს გაარძელებდნენ ისე ლამაზად რომ როგორც დაგიბარებია ხო ახლა გაწილობ იდეა რომ სახელმა შექმნეს ხო პრობლემა მაინც სახელით ხომაინც ხალხის ვერ ქონა ნუ ინდომა ეგა მთელი ანეკდოტი კაცო აი ყველაზე მაგარი ანეკდოტი სოციალიზმი იყო დანიაში მაშინ სკანდინავიის ქვეყნებში რო რა ცუდი იყო ხო ეგ რეალურად რა იყო რეალურად იყო რა სკანდინავია და საერთოდ გინდა დანიაში გინდა იქ საბაზრო პრინციპების გარეშე ლარის არაფერი არ შექმნია დოლარის იმის მარკის არაფერი არასდროს არ შექმნია ყველაფერი შეიქნებოდა სუბთა ამ კონკურენციით და ეს ყოველგვარი ცენტრალური რაღაც სოციალისტური მართვის გარეშე ხო შესაბამისად უფრო გამდიდრდა ხო ეს პრობლემა ეხლა როგორი თვისება აქვს ამ იმას სიმდიდრეს ის ახლა უბრალოდ ყველას ეხმარება მართლა გაჭირვებულს ოღონდ ყველა არავის არაფერს არ აცნობს ხო და ახლა რო აიღეთ ესეთი ქვეყანა თქვა სამხრეთში და ჩრდილოეთში ხო სამხრეთის ქვეყანა ბუნებრივად ისეთი კლიმატური პირობაა რომ მაუგლი ხო წავიგითხია ყველას რა შეიძლება ბავშვი დაბადების მერე სულ ტოტებზე ირტუნაოს ბანანი ჩამოს და ისე დაბერდეს არ შეექმნას ხო პრობლემა მაგრამ ამ სკანდინავიის ქვეყანაში 1 საათი გარეთ უდარჩი გაიყინები მოგტება ანუ სიტის სიცოცხლის ზღვარია ხო თუ არ დაეხმარა ანუ სოციალური დატვირთვა ამ დახმარება სახელმწიფოსთვის აქ ძალიან კაცრი შედეგი აქვს იქ არ არის ენა საშიში შესაბამისად კარგად ეს და აქ სკანდინავიურ ქვეყნებში რო დაინახეს რომ ეს მართლა სახუმარო თემა არ არის თუ არ დაეხმარა ხო ადგა და კარგად იცით ალბათ რომ ტროტუარები გაათქვა ხო აი ტროტუარები გაათქვეს თული არის კიდევ სპექს ელსინკში და ამ დროს ამ რუსეთში სადაც საბჭოთა კავშირში სადაც იჩემენ რომ ყველაზე მეტად ჩვენ ფიქრობთ ხალხზე და მაგალითი ვარ მთელი სოფლიოსთვისო სკოლაში შემთხვევები იყო ბავშვები გაიყინა გაგვეთით ისე იგი ტროტუარი კი არა შიგნით ვერ გაათქვა და ახლა ეკითხებიან არაფერი სოციალიზმი გაქვს ის რაფერი და
პროპაგანდა ხედავ რა ყველა ბუტალი გამიგია რა ადგადა თუ გონია საბჭოთაგავში ძალიან რაღაცა სასწაული თისკნა დაამტკიცა რაღაც არაფერი просто ადგადა პირდაპირ თქვა რომ აი სოციალიზმი ეგერ არისო თუ არისო კიდევ ჩვენს გარდა ხო ხედავ თუ აი რო ეხმარებაო რა არქვა სოციალიზმი რა просто სახელი მიაწება მე მაგ გავთანდა ვერ გვაძლევ და აი ეს მიაკერა სახელწოდება რომ ის არის სოციალიზმი ანეკდოტი რა ესე იგი აბსოლუტურად ერთი ლარი იმ ქვეყანაში არ შექმნილა ერთი დოლარი არ შექმნილა ბაზრო რეგულაციების გარეშე ესე იგი არავით არის არც გოსპლანი არსებობდა არც ერთი პარტია არც კომუნისტური არც არაფერი ხო წამყვანი ესე იგი აი ასეთი მაინურობებით ამდენი ხანი იბობენ ხო ეს საკუთარ ჯამში გამარჯვებულია იქანი იმიტომ რომ ხალხი დაპყრობილი ყავს ხალხისგულები ხალხისპინები დაგობებს შურს რასაც უნდა ერთი გაიცხოვრება თუ დაწნარი რომ ნაკლებად დააბანჯურონ მონებისმიერ გადახრობაზე და აი დამატებით ამ ხალხს ეუბნება რომ აი კაპიტალიზმის მოსაძეთ და ვარესი ყოფილა და მოდიოდა ცოტა უკან ეს მიდის პროპაგანდა რომ აი ყოფილა არ გამოდის და როგორ გამოვა დალოცვა გადახვედი კალაბურთიდან გადახვედი ფეხბურთის თამაშზე ხო? თუ პირიქით როგორც გინდა არ გამოდის რა როცა ახლა ფეხით გინდა შენ კალაჩი ბურთის ჩაგდება ხო? ხალხი ვერჩა. ჰა? როცა ხელით ვერჩა. ხალხი შემოგენი გადა როგორ არა წესი დარჩენება სამკე დაგაჯარიმება სამკე დანაშაულსადი სამკე არ გამოვა ვერ მოიგები რაგი რა ბოლოს და ბოლოს ის თუ გადახვედი იმ თამაშის წესებით ის თამაში და ნაირად როგორც აჩვენე